მაგალითად ხა თუნდაც მედიცინაში ხო 2026 წლიდან 8 წლიანი პერიოდი იწყება სადაც მე რეალურად ველოდები რომ მედიცინა გახდება ბევრად უფრო თავისუფალი და ბევრად უფრო პროგრესული. ბევრად თავისუფლებაში რას გულისხმობ? აი ყველა გაგებით სინათლის სიჩქარით განვითარდება სამედიცინო სფერო და ყველაზე წინ წამოიწევს ჩემი აზრით ზუსტად ისეთი ექიმების პრინციპი, რომელიც სიტყვით კურნალობს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ექიმი პირველ რიგში ვერბალიზაციას აქვს ძალიან დიდ მნიშვნელობა. მე მაგალითად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორ მაწვდიან ინფორმაციას. ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით ადამიანის ჯანმრთელობის, რომ ფსიქოსომატიკა აქაც ნახეთ, ჩართო. მაგრამ ნუ ისეც განვითარდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფაქტორი, სადაც მიდის ძალიან დიდი განვითარება წავა, ეს იქნება მედიცინა. ყველანაირად განვითარდება. და თავისუფალი გახდება რა კუთხით იცი, რომ უფრო ბევრი მიდგომები იქნება, ბევრი მეთოდები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის AI შემოდის, რა თქმა უნდა და ჩვენ ველოდებით ზოგადად ასტროლოგები, მარტო მე არა, ბევრი ჩემი კოლეგაც დამეთანხმება, რომ უახლოეს 100 წლეულში ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა იმდენად მოიმატებს, რომ ალბათ ეს 60-70 წლის ადამიანი ახალგაზრდა იქნება რა, ჯელი.